დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 8 მაისია, პარასკევი, ეთერში ერთსულოდების დილა, კახამიქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ, გვისმენთ, სასიამოვნო დღეს გისურვებთ და შევეცდებით რომ საინტერესოს წარიმართოს თქვენთვის ჩვენი დღევანდელი გადაცემა იმ თემებით, სტუმრებით, რომელიც დღეს მოუმზადეთ ცხადია თქვენთვის. ვიდრე გაგაცნობთ სტუმრების ვინაობას და გადაცემის ანონს, მანამდე ტრადიციულად მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი. 8 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულსა და მახარებელ მარკოსს. წმინდა მოციქულის მარკოს მახარებლის ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას წმინდა მარკოს მახარებლის სენებას და ახლა გაგაცნოთ გადაცემის ანონს, იმისთვის რომ მობილიზებული იყოთ და გვიყუროთ გადაცემის ბოლომდე. ცხადია დღეს პარასკევია და ტრადიციულად სახარების განმარტება იქნება საკვირაო სახარების, რომელიც კვირას წაიკითხება ღვთისმსახურებაზე, ხოლო ჩვენი სტუმარი იქნება ნაძალოდებში მდებარე ივერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი გენკებაშვილი. 12 მაისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ბათუმის დრამატული თეატრი აღნიშნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარის ილია მეორეს. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი მარინა ხვედელიძე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა მწერალი მოლბერტთან, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს ამ თემაზე. აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღი პრემიერისთვის ემზადება. დღეს საღამოს მაყურებელი ნახავს სპექტაკლს სახელწოდებით მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდებიან სტუმრები აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის დირექტორი თეო ფირანიშვილი და აზდაკის ბაღის მსახიობები გიგო შიუკაშვილი და მარიამ ლომიძე. Ესეთი გადაცემა გელოდებოდა წინ, ვიდრე მამა ირაკლი შემოგვიერთდებოდა და სახარების განმარტებას მოვისმენდეთ. შევიტყოთ, როგორი ამინდი გველოდება დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს და პირველ თემას. ნაძალადევში მდებარე ვერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური და კანონზე ირაკლი კენკებაშვილი დილომშვიდობის ამერკელი დავულოცეთ მადლობა სტუმრებისთვის. ქრისტიანმა მოგესალმებით. მშვიდობიან დილას დღეს გისურვებთ და გილოცავთ მარკოზ მახარებელის ხსენებას. შეგვეწიოს მისი ლოცვა მადლი ჩვენ ოჯახებს სრულად საქართველოს და ერთმა გაგვაძლიეროს მერტის სამშვიდობოს და ერთმანეთის სიყვარულში. ჩვენს გილოცავთ მარკოზ მახარებელი ბრძანდება ერთ-ერთი სახარების ავტორი, ერთ-ერთი მახარებელი, ვინაიდან ჩვენ პარასკევობის ტრადიცია გვაქვს, რომ განმარტავთ ხოლმე უყვებით საზოგადოებას იმ სახარებას, იმ მუხლებს, რომელიც ცენტრალური ნაწილია ღვთისმსახურების, შეიძლება ითქვას და ესე იგი ეს განიმარტება ლიტურგია, რომ ამ დროს თავად მაცხოვარი გვესაუბრება, მაცხოვრის სიტყვას ვისმენ და ჩვენ ცხადია ვისაუბრებთ იოანეს სახარებაზე, რომელიც უნდა მოვისმინოთ კვირას, მაგრამ რამდენიმე სიტყვით, რადგან დღეს არის სწორედ მარკოზ მახარებლის ხსენება მაზეც ვისაუბროთ. დიახ, აუცილებლად მარკოზ მახარებლის უდიდესი წმინდანი ბრძანდება მოციქული, მისიონერი და ჩვენ ეკლესია და ქრისტიანები მას უმადლით, დიდად ვემადლიერებით, რომ ერთ-ერთი სახარების ავტორი მოგვიხსენებათ მარკოზი, რიგით მეორე სახარებისა, რომელიც ნამდვილად ჩვენი სულების დამარწყულებელი და განმახლებელი და მაცხოვნებელია. კერძოდ მარკოზ მახარებელი დაიბადა იერუსალიმში, ესეთი გარდამოცემა არსებობს და მის სახლი უშუალოდ ემიჯნებოდა გეციმანის ბაღს. და ესეთი გადმოცემა არსებობს, ის ახლა მაცხოვარს გეციმანის ბაღს შეპყრობის წინ და შეპყრობის შიშით გაიქცა მაშინ მოსულ ჯალათებს, რომელსაც იესო მაცხოვრი შეპყრობას სცადათ, მაგრამ ამის შემდეგ მანაც მოინანია და მისი სახლი ერთგვარად თავისუფლად იქცა ქრისტიანების, ეგ იმართებოდა მათ შეკრებები, ლოცულობდნენ, ადიდებდნენ ღმერთს და გახდა მოწაფე შემდეგ პეტრე მოციქულისა, პავლესი, ბარნაბას დისწული იყო, ესეთი გარდამოცემაც არსებობს კიდევ მოციქულ ბარნაბასი. მანს დიდი ღვაწლი დასდო ეკლესიას თავის ქადაგედ მისიონ მოღვაწეო ჯერ პავლე მოციქულს ახდა და ბარნაბას ელევკიაში კუზუკ კიპროსე ქადაგებისას შემდეგ უკვე პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი და ეგვიპტეში და არაერთი ეკლესია დააარსა პეტრე მოციქულთან ერთად ისე უყვარდა წინა პეტრეს რომ მას საკუთარ საყვარელ შვილად სახელდებს თავისების ძოლეში პეტრე და ესეთი გარდამოცემაც არსებობს რომ უშუალოდ პეტრეს ხელმძღვანელობით დაწერა მან თავისი სახარება მარკოზის სახარება რომში როცა პავლე მოციქულიც უკვე დატყვევილი იყო და მის სანახავად ჩაბრძანდა. შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძო მან მისიონერული მოღვაწეობა ქადაგებითი ეგვიპტეში. იქ მან მოიარა ეგვიპტის შიდა ქვეყნებში და ძალიან რთული იყო სადიყვადული ქადაგება მაშინ, მაგრამ მithumetes აფრიკულ ქვეყნებში და არა მარტო იქ ქადაგა ის საოცარი რამეა მისი ღვაწლი, რომ დაარსა ქრისტიანული სასწავლებელი. ეს რაღაც ახალია იმ პერიოდისთვის, absolut ერთ-ერთი პირველი წარმოუდგენელი და ლიტურგიკა შეადგინა ლიტურგიული მსახურების ფორმა დაუტოვა ეგვიპტელებს, რითაც ისინი სარგებლობდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შემდეგ მას სულიწმინდით ეუწყა რომ უფრო ღრმად უნდა ეხადაგა ეგვიპტეს უფრო მეტად ანუ განუვითარებელ ქვეყნებში შეიძლება ესე ითქვას მაშინდელში იქაც იქადაგა და ერთ-ერთი ღვთისმსახურების დროს მას წარმართები თავს დაესხნენ საშილად გოემეს აწამეს და ცოცხლა მკვდარი ჩააგდეს საყვევლეში ისე რომ სამჟავროზე გაყვანამდე მეორე უნდა დაეცედა სიკვდილით იგი აღესრულა. შემდეგ მისი გვამის დაწვა გადაწყვიტეს, მაგრამ მიწა იძრა ღვთისაგან სასწაულებრივად დაიფანტა შეშინებული წარმართები და ქრისტიანებმა იგი პატივი დაკრძალეს ქვის სარკოფაგში, რომელიც შემდეგ არაბების თავდასხმისა და შევაწყობის შიშის გამო გადაასვენეს ვენეციაში მის ნაწილები და დაკრძალეს მისვე სახელდებულ ტაძარში და სადაც განისვენეს დღემდე მისი ნაწილები. წმინდა მარკოზის სახელობის ცნობილი ტაძარი ვენეციის მოედანზე. ახლა კი გადავიდეთ სახარებაზე. რომელი მახარებლისგან იკითხება, რომელი თავია, რა შინაარსი და შემდეგ განმარტება. იოანე მახარებლის თავისაგან მკითხულობთ, წავიკითხოთ ღვთისმშეწევ კვირას სახარებას და ცნობილი სახარების ეპიზოდი სამარიტელ და უფლის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. ძალიან საინტერესო ისტორია რომ მოვისმენთ, აი სასიამოვნო შეიძლება ითქვას, მაგრამ უამრავი სწავლების გადმოცემია შეგეთ მოძღვრებით, სადაც მაცხოვარი ჩვენ გვამხელს, ასევე სწავლის წვრთნის და კვლავ სულის განახლებისაგან მოგვიწოდოს. ესეთი ისტორია, მოკლედ რომ მოვიხილოთ, მუფალი განერიდება იერუსალიმს, რადგან იქ უამრავ სასწაულს აღასრულებს, მას მოწაფეები უკვე უბერდება, რაც თავისთავად შურს აღძრავს მისი მტრებში, ფარისეულ წიგნურებში და უდევსახურებში. ამ დროს შეიპყრეს იოანე ნათლისმცემელი, რადგან ჯერ არ იყო ჟამი მისი მოწვევლინებისა, იგი განეშორება, რომ არ გახდეს საბაბი სხვა კიდემედი ბოროტებისა, წიგნობრებისაგან და ჯულისფეციანებისაგან და გზად მიმოვალ გალილეაში, გალილეაზე მის მიმოვალ გზაზე სამარიაში გაჩერდება.
სადაც იქ 6 და მივთით ეს მახარებელო დაახლოებით 6 საათია იმ დროით ჩვენი დროით შუა დღე როცა ყველაზე მეტ ცხელა და ადამიანის აუცილებელი იყო დასვენება არათუ დაღლობის გამო და წყურვილის უდაბნოში ამ დროს მაცხოვარი საშინელი სიცხე არის ხარი კლიმატი იცით ალბათ უდაბნო არის ამ დროს იმ ტერიტორიაზე მეტად და წყურდება მოწაფეები წასულები არიანო საკვები იყიდო და მას მიახლება დედაკაცი სამარიტელი რომელიც იაკობის ეგ ეწოდება ჭასთან მოდის წყლის ასწრებს სადაც მაცხოვარი ჩამომჯდარი და მაცხოვარი მას გამოელაპარაკა და წყალს თხოვს რომ დაალევინოს და განკვირდება დედაკაცი სამარიტელი რომ ჯერით იცნობს აქედან გამარტოთ რომ ის არის იუდეველი ჰურია თავის ჩაცმულობის თავისი კილოს გავრეგოს დაელაპარაკება და განკვირდება რომ როგორ შენ ჰურია ხარ და ჩემგან წყალს ითხოვ რადგან არა შეეხებიან ჰურიანის სამარიტელთა ვიცით ჩვენ მათ შორის არსებული თუ გექემად ვისაუბრეთ რატომ იყო დიდი მტრობა ჩამოვარდნილი ამას თავის საუკუნეების ისტორია აქვს და უფალი ეთქვის მას რომ შენ ვეცოდე ვინ გელაპარაკება მას თხოვდი რომ აქეთ მოეცა წყალი რომ აღარ მოგწყულებოდა არასოდეს და გაუკვირდება ხა ქალბატონს აბსოლუტურად ხორციელი ყოფიერი თვალით უყურებს რომ შეათვალიერებს ხა მაცხოვარს არც ჭურჭელის კი არა თვითონ რო დალიოს წყალი და ფიქრობს ამის გამო თხოვა მას წყალი და როგორ პირდება რომ ახლა თან ისე წყალს მისცემს რომ აღარც მოწყურდება და ფიქრებს რომ რაღაც ჯადოსნურ წყალზეა ლაპარაკი და ხა მაცხოვრმა ეს უთხრა და ამიტომ იფიქრებს რომ ეშველა აღარ წყლის ასასებად მოვაგდა ეთქვის რომ კაი მომეცი ეს წყარო აღარ მოვიდა მეტი და აღარ ჩემა ოჯახმა ამის გამო იწვალოს რომ წყალზე მივდიოდ და ამ დროს უკვე მაცხოვრი რო შეხედავს რომ მისი ფიქრები არასწორად ვითარდება ის ჯადოქრობა სასწაულს მოეს რაღაცა ღვთისაგან მაშინვე მის თავის ყოვლისწოდნეობას დაანახებს კერძოდ ეტყვის რომ მოუწოდოს თავის ქმარს და ამდე ამ ხელს არც თუ ისე დალაგებული ქონდა ზნეობრივი ცხოვრება რასაც თვითონ შემდეგ არ უარყოს თორსა მაცხოვრი ეტყვის რომ მართალია შენ არ ყავს ქმარი 5 ყავდა და არც ეს არ ეხა ვისთანაც ცხოვრობ და მამები გარდმოგცემენ რომ ამ დროს მაცხოვრმა სხვა მისი ცოდვებიც ამხილა ახლა აღარ არის სახარის მოთხრობილი მარტო მაინდა-მაინც ეს თურეთ არ არის ახლა პატარა ცოდვა და აი ამ სასწაულის შედეგად როცა მიხვდება ქალბატონი მის წინაშე დგას არაჩვეულებრივი ადამიანი რომაც იცის დაფარულ მცოდნების ნიჭით დაჯდოდი იცის მისი ცხოვრებაც რომელიც ვერანაირად ვერ შეეძლებოდა ცოდნოდა თუ არა ღვთის მადლის გამო აი მყისიერად მისი გადაეწყობა მისი ფიქრები მისი აზრები და უკვე უსვამს სულიერ შეკითხვებს ну სად არის ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისცემა აქ ჩვენთან გარიზინის მთაზე თუ როგორც იუდეველები ბრძანებთ სწორედ თქვენს ტაძარში და ამის შემდეგ უკვე მაცხოვარი მას საოცარ ქადაგებას მიუძღვნის განუმარტავს ღვთისმსახურის ჭეშმარიტ არს შენ უწინასწარმეტყველს რომ შეწყდება ღვთის თაყვანისცემა როგორც გარიზინის ისე იერუსალიმის ტაძარში რომ ყველგან შევა ღვთის თაყვანისცემა ყველგან იქ ამის საშუალება და რა არის ჭეშმარიტ თაყვანისცემა უფალებს რომ რადგან ღმერთი სულია თაყვანისცემა და მისცა სურდა ჭეშმარიტებით და თანაც თაყვანისცემა ნამდვილი თაყვანისცემა სწორედ სულითა და ჭეშმარიტებით აღესრულება და არა მარტო გარეგნულ ფონით როგორც ამ დროს მსხვერპლ შეწირით აღესრულებოდა და ამით დიდი მადლი შეეხო ქალბატონს ბუნებრივად ღმერთს მიახლა ღმერთი მის გულს შეეხო აღთვანებულია მადლის ზემოქმედების ქვეშ ყოფი დაივიწყებს თავის წყურვილისაც სარწყულსაც თავის წყურვალე ოჯახსაც სადაც მიეტანა ეს წყალი დაუტევს ყველაფერს და გარბის და უნდა რომ ქალაქის მაცხოვრებლებს გააგებინოს გაახაროს რომ იპოვა მესია რომელსაც ქრისტე და კი გამოჩო გასცათ მე საუბრობ იხილავს უფლისაგან მოისმის ამ ქადაგებას თაყვანისმის შესახებ ითხოვ ნუ თუ შენ ხარ ქრისტე მესია რომელსაც ველოდებ და მოვიდეს და ამ დროს მაცხოვარი დაუდასტურებს რომ მე ვარ და ეს კიდე განსაცვიფრებელი წყალობა ღვთისა მისთვის რადგან ვიცით რომ ფაქტურად იუდეველები როგორ ეხვეწებოდნენ ღმერთს სული გაგვიწამეს სიცოცხლე გითხარი შენ ხარ ქრისტე და ღმერთი ასე იესო ქრისტე ასე პირდაპირ არ ეუბნებოდა მათ ამას თავისი ახსნა ბუნებრივია მაგრამ ეს ქალბატონი ღირსი გახდა იმისა რომ თვითონ დაუმოწა რომ ის არის თავად იესო ქრისტე ხსნელი სოფლისა და ეს აღსანიშნავია ქალბატონის სიხარულო და სიხარულო სიყვარული დაუნჯებული თავისიანების და ქალის მოსახლეობას ეძახის რომ მოვიდნენ და იხილონ ნუ უკვე იგი არის ქრისტე ესე კი არა თქვა რომ მაინდა-მაინც დარწმუნებული და ახლა დააძალებს კი არა თვითონ ნახონ და მოусვინონ იმდენად დიდი ბედნიერება ღვთაებრივი მოძღვრის მოსმენა და შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლები გამოვლენ მართლაც იხილავენ მაცხოვარს მის ქადაგებას მოისმენენ და სამარცხვინოთ იუდეველებისა და გივე იესო მაცხოვრის თანასოფლელებისა თუ ნაცნობებისა რომლებიც დევნიდნენ მაცხოვარს თავის სოფელში არ მოусმინეს მოსაკლავად დასდევდნენ არაერთხელ უკვე სთხოვენ მაცხოვარს ოღონდ გაჩერდეს მათთან ცერტო დარჩეს საცხოვრებელად იმდენად ბედნიერიებს ანიჭებს მას
მათ ღმერთთან იესო ქრისტესთან ურთიერთობა და მართლაც იესო ქრისტე გაჩერდება ორი დღე მათთან იქადაგებს, იმოღვაწეებს და ყველაზე დიდი რამ რაც მოხდება, რატომ ხარობს, რატომ გაჩერდა, რომ ხედავს, რომ მის დათესილი მარცველი ასე მყისერად უკვე ნაყოფებს იღებს, რომ როცა წავამბრძანდება და დაუტოვებს სამარიას, რომ თავისი მისია უნდა აღასრულოს. აი სამარიელები უკვე გახარებულები, უკვე მორწმუნენი ამ ქალბატონს ეუბნებიან სამარიტეს, რომ შემდეგ წმინდა მოწამე, დიდი მოწამე ფოტინე სამარიტელი გახდება, ვიცი ჩვენ ეკლესიის ისტორია. ეუბნებიან, რომ არა მარტო შენით გვწამს, რომ გითხარ, რომ ქრისტეა გვი ჩვენ თვითონ ვიხილეთ და გვწმინდა, რომ იგი არის ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისა. აი ნახეთ, რასაც იმხელა სულიერ სიმაღლეზე ასვლა, რომ თვით იუდეველები, რომლებმაც აღიარეს იესო ქრისტე, მაინც ესმოდათ, მას მესიად, მაინც ესმოდათ, რომ ის იყო მაცხოვარი მხოლოდ ისრაელისა. და ისო სამარიტელები მიხვდათ, ის არის ყველასთვის მაცხოვრად, ყველასთვის გამოსახსად მოსული მესია იესო ქრისტე. ეს უკვე ძალიან დიდი ქრისტიანული სიყვარულის გამოხატულება იყო მათ მიერ და ასე სრულდება სწორედ ხსენებული ეს. მამა ირაკლი, ჩვენ არ ხვდება ხშირად სახარებაში თქვენს გაუსვით ამას ხაზები, მოცხოვარი თავად იძახის, რომ მე ვარ ქრისტიანი, აცხადებს თავის დიდებას, პირიქითო დაფარულად და თუ იმის კურნოს ეუბნება, რომ ნიტყვი. ეს ის შემთხვევა, როდესაც ეუბნება, რომ მე ვარ ქრისტე, უცხადებს თავის დიდებას, უცხადებს თავის ნათლხელობას, ყველანაირად ფაქტობრივად ამ ადამიანს უცხადებს თუ ვინ დგას მის წინაშე. როგორ განმარტებლები რატომ ხდება ამ შემთხვევაში ეს რა იგულისხმება ამაში და რა უნდა იყოს ჩვენთვის აგულისხმება, იმიტომ რომ ჩვენ სახარებას ვისმენთ, კითხულობთ და ჩვენი პარასკევობით საუბრობთ ამას თემსახურება, რომ ჩვენში ნაყოფი გამოიღოს და არ უბრალოდ რაღაც ტექსტი მოვისმინოთ, როდესაც მომხდარი ამბისა. ეხამას ორი ახსნა აქვს. პირველ რიგში რომ ეს საუნდეს ძესა გამოცხადნების ვიცით ერთ-ერთ სახელმწიფოთა უფალი ასევე თავის ძეცურ მამაზე საუბრობს. პირველ მიზეზს რატომაც განუცხადა ღმერთმა იესო ქრისტემ თავის დედაკაც ხსენებულს იყო ის რომ ხედავდა მის სულიერ მდგომარეობას, მის დამოკიდებას მაცხოვართან, რასაც ვერ ხედავდა, უბრალოდ ხედავდა საპირისპიროს იუდეველებს ჩვენს. ისინი ღმერთთან მედიოდნენ სასაუბროდ, კითხვის დასასმელად, მხოლოდ იმიტომ რომ იგი ემხილებინათ, რაღაცაში გამოეჭიდათ უკაცრად ესე რომ ვთქვათ, შემდეგ დაესაჯათ, ანუ ტრულად, შურით, ბოღმით, ბოროტებით და ეს ქალბატონი ძალიან მაძიებელი აღმოჩნდა. აი მიუხედავად მამის გამარტო, მიუხედავად მისი ცოდვილიანი ცხოვრებისა, ხარდაიმისა რომ ასეთი ზნეობრივი ცხოვრება ქონდა, არც ის იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ცოდვები სხვა უამრავ ცოდვას შობს, ჩვენ ვიცით ახლა ღვთისმეტყველებით, მარტო ის არ არის ვიღაცა ასეთ მრუშობა ცხოვრობდეს და დანარჩენი ისეთი კარგი ადამიანია, ეს გამორიცხული, რომ ძალიან დიდი ბევრი ცოდვების სათავე ხდება, ხსენებული ცოდვა, რაზეც მაცხოვარი მას ამხელდა ბუნებრივია, მაგრამ აი ამ ქალს ქონდა მიუხედავად თავისი ესეთი ძიმე მდგომარეობისა სულიერისა, საოცარი რელიგიური სული. ის მაძიებელი იყო ღვთისა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება აი ასე დროს ასეთ ყისირად მან უცბად გადართოს თავისი ცნობიერება და უფალ ძალიან სერიოზულ კითხვას უსვამს, ანუ მას აწუხებს ღმერთის თაყვანისცემის საკითხის მაძიებელი. ის ხვდება, რომ რაღაცა ისე ვერ არის, რომ თუ გარიზინის თაზე როგორც სასწავლიდან მოძღვრები და მისი წინაპრები რომ აი მარტო აქ შეიძლება ღმერთის თაყვანისცემა, მაშინ რატომ არა იუდეველები ამბობენ იგივეს თქვა მარტო იერუსალიმში, როგორ შეიძლება ღმერთი ესე შემოსაზღვრული იყოს, ხვდება ამდენს და ეს აინტერესებს. და მალევე დასტურდება მის ეს რელიგიურობა შინაგანი, რომ როცა უფალი ამას განუმარტავს და მიუთითებს ღმერთის ყველგან თაყვანის შესაძლებლობას, უკვე ის კითხვას უსმენ, თუ შენ ხარ ქრისტე. ფაქტია, რომ მას ქონდა მესიის მოლოდინიც. და სწორედ ეს არის მთავარი გამყოფი მასა და იუდეველებს შორის, რომ იუდეველები მოელოდებოდნენ თუ ქონდათ მესის შესახებ ცოდა რაც ქონდათ კიდე მოსეს ხუთწინებიდან, ელოდებოდნენ ქრისტეს როგორც პოლიტიკურ ბელადს, როგორც მათ თავისუფლებას და ბატონებს ხომ სოფლეზე და სამარიტელი ქალბატონი ელოდება მოსეს ხუთწინებიდან მოყოლებული ისე ცოდნა დამოჯე ელოდება რომ მოვა მაცხოვარი, ანუ გამომხსნელი ცოდებისაგან, რომელიც გაათავისუფლეს მათ ცოდებისაგან და სწორედ აი ამ წვერის გამო დაჯილდოვდა იგი რომ იესო ქრისტე მიწეს პირადად აღიარა თავდაბლურად და დაუდასტურო ის არის ქრისტე განა ისე რომ მე ვარ ქრისტე და მომისვენი ახან ქალბატონს კითხვა დაუსვა მისი ეს წენა და შინაგანი დამოკიდებულება დააჯილდოვა ღმერთმა თავისი ღვთაებრობის აღიარებით და მეორე რასაც გვასწავლის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფალი შემდეგ არაერთხელ იქადაგებს ამას რომ ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია ქრისტიანისთვის
მტრობა და სიძულვი რომელიმე ერისა, მოდგმისა თუ ქვეყნისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის ბოროტებას უკეთեն, იმიტომ რომ იუდეებსაც ჰქონდათ საამისოდ ბევრი საბაბი, რატო უნდა შესძულებოდა თქვა სამარიელები, ძალიან დიდი ისტორიული ამას აქვს თავისი ახსნა და ფაქტები ხდებოდა, მაგრამ არ ამართლებს ადამიანს, რომ სიძულვი ჰქონდეს პიროვნების მიმართ ეთნიკური ნიშნით. და ქრისტე ამიტომ ეტყვის შემდეგ მოციქულებს, რომ უკვე თვის და ყვაროდით, ხოლო რა ის არგებელდას თქვენ და რადგან ცოდვილიც ამას აიქმია. არადა იუდეები ასწავდნენ, რომ კბილი საწირი უნდა გიყვარდეს და უნდა გძულდეს შენ გიყვარდეს მოყვასე და გძულდეს მტერი შენ. რაც შეეხება თუ სამარიტელს ეთნიკური ნიშნის სიძულვის, ისინი პირდაპირ სინაგოგებში წევლიდნენ სამარიტელებს. ეს თემა სამარიტელი აქციეს მათ ცოდვის სინონიმად. და მას ხოსა თვითონ კადრებდნენ, რომ შენ სამარიტელი ხარ, რომ ცოდვის მთელი სისავსის წარმოდგენა იყო. და ჩვენს ქრისტიანებს გვაფრთხილებს ძალიან დიდი მნიშვნელობის აქვს ჩვენთვის დღევანდელ რეალობაში ეს ეპიზოდი, რომ არ შეიძლება არავითარი საბაბით ადამიანის შეძულება თუნდაც ეთნიკური ნიშნით. რაც არ გინდა, რა თქმა უნდა, ზიანი მან მოგაყენოს, პიროვნული იქნება, იყო შეიძლება ეს ეკლესიის მტერი, შენი სამშობლოს მტერი, თუ პიროვნული შენი მტერი არ გაემართება ქრისტიანს ხვისი სიძულვილი. პიროვნების სიძულვილი უნდა გძულდეს ბოროტება ბუნებრივად, ვეძულოთ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ სიკეთით მარცხდება და არ უნდა ვებძოდეთ, არ უნდა გძულდეს ადამიანი. სიძულვილის სული, ზოგადად ეს არის ეშმაკის სული, ეს არის ბოროტების სული. თუ ადამიანი ამ სულით მოქმედებს, რა თქმა უნდა, ის ეშმაკის შვილია და არა ქრისტესი. და ამის ძალიან დიდი ნათელი მაგალითი იყო ჩვენაც განსაცდელი პატრიარქ, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უყვარდა, განსაზღვრად რელიგიური ნიშნისა, თუ ეთნიკური წარმომავლობისა, თუ გნებად რელიგიური მწამსისა და ესე ამით ის თავის ღვთაებრივ მას გამოხატავდა. შეუძლებელია ქრისტიანი იყო და არ გიყვარდეს მტერი შენი. ამ ზოგს ეს რაღაც მათ მიაჩნია რაღაც სიმბოლო ნათქვამად ხატონად მაცხოვრის მიერ გიყვარდეს მტერი შენი აკურთხე და როგორ უნდა გიყვარდეს ნახეთ, განამარტო ის კი არა რომ არ მზუს და რა ოქნახა იმას ვერ შევიყვარებ. ხოლო გეუბნება რომ ისინი გიყვარდეს ტერი რომ უნდა აკურთხებდე მასო, უნდა დაალოცო, რომ წესენ წევლიან შენ უნდა დაალოცო. რო გდევნიან შენ უნდა აკურთხო. ეს წარმოუდგენელი სიმაღლეა, მაგრამ თუ გინდა რომ ქრისტიანი იყო, რა თქმა უნდა ეს უნდა გააკეთო. მოყვა სიყვარულში თავისთავად მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები არ ითვლებიან თავისთავად. ასე ჩაკეტად ეს მოდა და ასწავლეთ სხვადასხვა იუდეელი მოძღვრები და სამარცხვინა რო დღეს ქრისტიანებმაც იგივენაირად ჩვენ მიმოქმედოთ. და ვინც ამას აკეთებს, დღესაც არაერთ ჩვენ ვაწყდებით ასე სიტუაციას, რომ აბსოლუტურად მიზანმიმართულად ითესება ბოროტება, შულსიძულვილი ერებს შორის. აი ისტორია და ამიტომ ამის გამკეთებელი არის ბოროტის ის ეშმაკის საქმეს აკეთებს, ამას ხვდება თუ ვერ ხვდება. ალბათ ძალიან კარგადაც ხვდება, მაგრამ სიძულვილი კიდევ ერთხელ ვიძახ ეთიკურ ნიშნით, თუნდაც ისტორიული გარკვეულ ზიანს ჩვენ მოგვეყენა და ჩვენ გვაქვს ამის გამო საბაბი რომ გძულდეს, ას არ გაემართება ქრისტიანს. ჩვენთვის ყველა მოყვასია მართლად აღნიშნეთ და აქედან უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი. ნახეთ, მამაო ჩვენო, ეხლა ვიცით ეხლა ამლოცვის მნიშვნელობა ეს ვიმხელა ბედნიერება მოგვანიჭა ჩვენ ქრისტიანებს მაცხოვარ მამლოცვის თქმისა, ეს ბედნიერება მამათ მიმართვის ღმერთს ანგელოზებსაც კი არ აქვთ, ხომ? ისინი ადიდებენ ღმერთს, აქებენ უფალს როგორც უზენა, ეს როგორც მეუფეს არის კიდევაც, მაგრამ მამათ ვერან ვერ მიმართოს. ეს ქრისტიანებს გვაქვს ამის ბედნიერება და ავტომატურად ჩვენ მამას მიმართავ, შენთვის ყველა დაძმა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა ღმერთის შვილია. ეს არის ჩვენ გვწამს, არ აქვს წამს. ანუ ღმერთის განგების გარეშე არ ადამიანი ვერ ჩნდება ქვეყანაზე. ვერც აქ, ვერც ევროპაში, ვერც ჩრდილოეთში, ვერც დასავლეთში, ჩვენ სამეზობლოში ქემოდო სხვაგანაც, არც კამბოჯაში, არც ბურკინა-ფასოში, აფრიკაში, არც სადრო ღვთის განგები. მაშინ აბა დარვინიზმის თეორიამდე ხო არ დავად, ხო? ერთმან დაგვიფაროს. ანუ და ყველა ადამიანი გაჩვენე ღვთის ხატი და მსგავსია. მიუხედავად მის თუნდაც რელიგიური წამსისა, კანის ფერისა, რასისა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ღმერთიშვილი, ან თუ ღმერთიშვილია და ის ღმერთი ჩვენი მამაა, როგორც უწოდებთ, შენ დაძმა გამოდის, რა თქმა უნდა, სულიერად, ამიტომ შეუძლებელია, რომ დედმამიშვილი ესე რომ ღმერთის ხატად ადამიანი ღმერთის ხატად შექმნილი შენ გძულდეს და ასე და დარჩე ღმერთის შვილად წოდების პატრიში ეს გამორიცხული. აი ამის ნათელი მაგალითია სახარების ეს ადგილში, რომ თავად სამარიტელი მიმართოს როგორ შენ თხოვ მეწყალს, იმიტომ რომ მაშინ თქვენ ბრძანეთ რომ ეს სხვა ისტორია და ვიცი ალბათ უმეტესობამ რომ დაპირისპირება იყო, მაგრამ მაცხოვარი არ უყურებს შემთხვევაში ჯერ არის სამარიტელმა რომ ეს მაცხოვარია და ღმერთია და მესია. უყურებს როგორც იუდეულ ადამიანს და თulis რომ როგორ შეიძლება შენ მე რომ მეთხოვო. ჩვენ ძალიან ხშირად ესე უწოდებთ ჩვენ თავს ქრისტიანებს, ხანდახან გონია რომ გამორჩეული ქრისტიანებიც ვართ და ეკლესიაში ჩვენი ადგილები გვაქვს და ყოველთვის უნდა ვეზიაროთ, მაგრამ გამოვალ და გვავიწყდება ეს მიდგომა, რასაც თქვენ ახლა ისაუბრეთ, რომ სხვა თუ არ არის დაუშვათ ჩემი ეკლესიის მრევლი და ჩემი მოძღვრის მრევლი ან თუ სხვა ქრისტის არის რა ქვია სხვა აღსარებლობის, როგორ შეიძლება იმას რამე უთხრა ან ისეთი რაღაცა შეიძლება იმის იგონოს რომ სხვა აღსარებლობის თუ და მთხოვნელი არც უნდა დაეხმარო და უნდა გააგდო და ასე შემდეგ. არა და მაცხოვარი ამის მაგალითი თვითონ გვაძლევს რომ ყველა ღმერთის შვილია, ყველა ღმერთის გაჩენილია და
შენ ღმერთის პრეროგატივაა ეს, ვის რა ცოდვა აქ და მე როგორ შენ რა იცი? მაგრამ დაბოთფილელი რო ავიღოთ, შეიძლება სანამ ქრისტიანი გახდებოდა, მანამდე ვერმეც ზეფიქრა ესე. მაგრამ რა იცით ვის რეალოდება და ღმერთი ვის რას უმზადებს. ამიტომ ესეც ხო არ არის საგულისხმო ამ ერთი მარტივი დიალოგის ნაწილიდან, კიდევ ერთხელ ხასურთა სამარიტელი ეუბნებრო შენ ჩემგან თხუწყალს, რომ ჩვენ არ უნდა უყუროთ, როცა საუბარი გვიწევს თუ დახმარება გვიწევს თუ თუნდაც ურთიერთობა გვიწევს ადამიანს მისი რელიგიური მწამსის თუ წარმომავლობით თუ ეროვნულობით. დიახ, რა თქმა უნდა, აღნიშნეთ ამ თემაზე, რომ ეს ქართველისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს კარგად გვესმოდა ყოველთვის, რომ ყველა აღნიშნავს ამას. რომ ტოლერანტობა ჩვენი და აი სიყვარულის უმაღლესი ნიჭი, რომ ქართველს მტერიც კი უყვარდა. ხა ცოტა ძნელი გასაგებია, შეიძლება რომ ვიღაცა გეტყვის, რომ აბა ამდენი ბრძოლები და სულ ბრძოლა ვიქონდა, მაგრამ ყოველთვის ეს ბრძოლა იყო თავდაცვითი. როცა მტერი მოდიოდა რჯულიერი თუ ურჯულო, ჩვენ ის გეცილებოდა ყველაზე ძვირფას როგორც წესი. ეს იყო სამშობლო, ეკლესია, ღმერთის სარწმუნოება და შენი ოჯახი. შეუბრალოდ თავს იცავდი და ხა ამ დროს ამ მოტივით სიყვარული მტრისა რომ ახლა მიუშვირულობა ეს სხვა გაგება. ეხლა ეს არის გავკომართული მდგომარეობა, რომელიც ბადაშორის მოქმედებდა რჯულიერ ხალხში, ებრაელებში, რომელსაც არასოდეს ესმოდათ მათ შაბათის წესი, რომ შაბათს უქმობის, უსაქმრობის დღეთ მიეჩათ უქმობას უსხარამე იყო, რომ კერძოდ ტერმა ეს კარგად გაითავისე, გაცნობიერა და შაბათდებით ესხმოდა ხოლმე თავს ებრაელებს და ამ დროს იმოტიტურ ჯულისმენი იყვნენ ხმალზე ხელს არ წაივლებდნენ და ესე იხოცებოდნენ და ეწირებოდნენ ოჯახებიან შებრძოლების გარეშე თქოს ღვთისთვის სათნო ვერ იქნება და შემდეგ მაკაბელების დროს ეს ამბავი ჯულისმენად გამოსწორდა და შეიცვალა. ანუ ქართველი კაცი იცავდა თავდაცვითი ომები იყო და თორე ამის იქით მას არავინ ამ ნიშნით ეთნიკურ ნიშნით არ ზუდა თვით მტერიც რომელიც მას აოხრებდა ასე ზერალს აყენებდა. ამისი კარგი გამოხატულება ესეთი ფაქტი ალბათ ბევრჯერ მომხდარა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს შემოგვინახა ერთ-ერთი ხამწუთას ეს მახსენდება აგაგიწერის პოემაში საისახეს თორნიკერის დავიწოდეთ თორნიკე ივანე თორნიკე ყოფილი დროს ეს ჰადესის ბრძოლა როცა ბიზანტიის იმპერია გადარჩა ქართული ხმლის შედეგად და თავდადების შედეგად თორნიკეს ამ სარდალის ამ ბრძოლის ბრძანება რომ ყველა უნდა მოეკრიფა დაჭრილი იქნებოდა ეს მტერი თუ მოკეთე და ყოველს უნდა უკუნა რადგან ადამიანის ხატი და მსგავსია ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია და არ შეიძლება რომ ის ასე დავტოვო და მარტო ჩვენებს უკუნალო და სხვები ასეთგვარად გავწირო და ეს ყოველს კარგად გესმოდა ქართველებს და მჯერა დღესაც როცა მტერი არაერთხელ ცდილობს რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ესე შეცვალოს და ამახიჯოს სიძული დააბნევოს შეძლეს ამაზე ზემოთ ამაღდეს და არც ერთი ადამიანი არც ერთი ერი არ შეიძულოს ეთნიკურ ნიშნით არამედ ყველა უნდა უყვარდეს რადგან ჩვენ ვართ ქრისტიანები და სწორედ აი ქრისტიანებს რო გვეშლება ეს დიდი პრობლემაა მათაც ბრძანებით კახა რომ სამწუხაროდ ქრისტიანები გონია თავი და როცა საქმე უნდა წარმოჩინდეს ვეღარ ვართ ხოლმე. ამიტომ ნავიღოთ მაგალითი ასეთი მოძღვრებიდან, მაცხოვრის მოძღვრებიდან, ჩვენი განსვენო პატრიარქისაგან რომ როგორ უნდა გვიყვარდეს ყველა. ამ ყველაფერს გაიაზრებ, როდესაც შენს ქმედებას, შენს რწმენას გარეგნული იერსახე არ აქვს და მხოლოდ უფალი არ გონია რომ ტაძარში არის, ან თითქოს გვავიწყდება ტაძარში მივიდივართ, მოწიწებას, მორიდებას ვიჩენთ და შემდგომ ტაძრიდან გამოსული უკვე ვეღარ ვარჩევთ ვინ მოყვარია, ვინ მტერია, ვინ არის მოყვასი ჩვენი რეალურად და როგორ უნდა მოვიქცეთ და თუ დავაპირისპირებთ ძველ დროს და ახლანდელ დროს, ხო, მაშინ თითქოს უფრო შეიძლება ითქვას გავიგოთ, რომ ითხოვდნენ დასადასტურებლად გარკვეულ სასწაულებს, მაგრამ დღეს, როდესაც ყველაფერი ცხადია ხილის გულზე, გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად, ხო, რატომ გვიჭირს ადამიანებს, რატომ ართ მაინც მომლოდინენი ამ სასწაულების და რატომ ვერ ვიაზრებთ უფლის დარიგებას? სწორედ ამიტომ, რომ აი დღევანდელ სახელმწიფოს ეხმაურება ეს მართებულად მართულებით დასვით შეკითხვა, რომ შინაგანი თაყვანისცემა ღვთისთვის სათნო აქ უსმეს მაცხოვარი ხას, რომ ჩეშმარიტ თაყვანისცემა ღვთის არის შინაგანი ან სულიერი თაყვანის სულით და ჭეშმარიტებით. და სწორედ ამის თქოს ვცდილობთ მეც რომ ქრისტიანებს გვევალებთ ჩვენ შინაგანი თაყვანისცემა პირველ რიგში. რა თქმა უნდა გარეგნულ თაყვანისცემას განაცოდვა, განაუარყო თქვა პირჯვის წერა იქნება, მეტანიები იქნება თუ ქედის მოხრა იქნება, რასაც ქრისტიანები ზედმიწევნით ასრულებენ. ეს კარგ შემთხვევაში თქვენ აღნიშნეთ რომ ტაძარში ისე ვიქცევით მოძიწევთ ეს კარგ შემთხვევაში ბევრს იქაც ეშლება ეს ფაქტურად ისე იქცევა ტაძარში ღვთისმსახურების დროს ხას უსმევდა ტაძარი ყოველთვის წმინდა ღვთისმსახლია მაგრამ ღვთისმსახურების დროს სიტყვას გავეუბნება ყველაფერს აღარ გამარტავ რომ ისე საკუთარ სახში არ მოიქცევა ხანდახან მაგრამ კარგ შემთხვევაში თუ გარემონად გამოვხატოთ სამწუხაროდ სულიერად არ ჩანს ხოლმე ჩვენი ქრისტიანობა არ და სულიად რატოა მთავარი სული შინაგანია ნახ შინაგანი თაყვანისცემაზე რომ მიუთითებს ღმერთი გარეგნული შეიძლება ძალიან კარგები ყოჩაღი მაგრამ
თავარი ღვთისმის სათნო რა არის შინაგანი სულიერი თაყვანისცემა. თორე ასე შემთხვევაში ჯვარი გვეწერო ჩვენც აღარ განსხვავდებით მაშინ იუდეველი, მაშინდელი ძველი აქვის ეკლესიის მღვდელმთავრებისა თუ მღვდლებისა თუ ბრევლისა, რომლებიც გარეგნულად იყვნენ იდეალურად ჯულის აღმასრულებელი, ცნებების დამცველნი, როგორი ზედმიწევნი, მithmetes ეს ცნებები, რაც მათ მისცა ჯულიში მოცემ, გააბევრეს საკუთარი ეს სიბძნით და ადამიანური ხედვებით და ყველაში ცალ ზედმიწევთ, მაგრამ რა გამოვიდა საქმით მათ თვით ამ ცნებების და ჯულის წყარო იესო ქრისტე ვერ შეიცნეს და ჯვარს აცვის. ჩვენც იგივე მოგვდის ხოლმე. ამიტომ უფალი მივთვით რომ მისთვის სათნოა სულიერი თაყვანის, ანუ შინაგანი. და რა არის სულიერი თაყვანისცემა? ისე დავდნებ ფსალმეს დავესესხოთ რომ სხვერპლი ღვთის არის სული შემოსული, გული შემოსული, დამდარებული ღმერთთან არა შეურაცხოს. შეეძლო რომ მაშინ აღესრულებოდა ეს ხორციელი ცხოველების სკოლა, დღესაც სამწუხაროდ ზოგადად ადგილი გვაქვს, ღვთისთვის ვერ იქნება სათნო. მისთვის არის შესაძლებელი ჭეშმარიტი თუ ადამიანი დაიმდაბლოს სულს, გულშეიმოსა, ცოდებასა და დაუკვირდება და მისი ქმედება შესაბამისად იქნება ღვთისთვის სათნო და მოსაწყენი. დიდი მადლობა მამა ირეკლი, საკვირაო სახარებას განმარტავდა ნაძალოდოში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღმრთმსახური დეკანოზი ირეკლი კენკებაშვილი. ჩვენ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად, ახლა კი ერთად აღვავინოთ უფლისადიდებელი ლოცვა. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისა და დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს.
მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, გეტყვით რომ 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობის დღესასწაულზე ბათუმის დრამატული თეატრი აღნიშნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმიდესა და უნეტარეს სილია მეორეს. თემაზე სასაუბროთ შემოგვერთდა ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი მანინა ხვედელიძე. დილამშვიდობის ქალბატონი მანინა, გმადლობთ მობრძანებისთვის. მიხარიათ თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენც გვეხარიათ თქვენი სწორობა. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ყველა დეტალი, რომელიც ამ ფესტივალს ეხება და თავდაპირველად ვკითხავთ თუ ვინ იღებს მონაწილეობას, როგორია შემადგენლობა და როგორ არის დაგეგმილი მთელი ეს ღონისძიება. სიამოვნებით გიპასუხებ, პირველ ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა თქვენ ტელეკომპანიას, რომ ყოველთვის ინტერესდება ასეთი ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო თემებით და აი ეს ჩემი ცხოვრებაში ეს მორიგი გამოწვევა, ძალიან საინტერესო გამოწვევა, იმიტომ რომ პირველად ვარ ორგანიზატორი ასეთი შინაარსის საღამოსი. ეს იყო მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მომიწია ძალიან ბევრი მასალის გაცნობა, რომ რა სრულფასოვნად მქონოდა წარმოდგენა და შემექმნა სწორი ემოცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ასე რომ ივარგებს თუ არ ივარგებს ეს რა თქმა უნდა დამწრის საზოგადოების მონაწილეების გადასაწყვეტია, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე საიმისოდ, რომ ყოფილიყო საღამო საინტერესო, მიმზიდველი და დასამახსოვრებელი. რაც შეეხება ფესტივალს, უნდა ყოფილიყო ორდღიანი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ გამოდგა და ეს ერთი დღე იქნება, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მახარებს, პირველი დღიდან გადმოვიტანე ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი თბილისის ბავშვთა გალერეისა და ბათუმის ბავშვთა გალერეის ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სწორედ ამ დღეს მიეძღვნება. ეს არის საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ნამუშევრები. ამიტომ არის დაგეგმილი და მოსაწვევშიც მითითებულია 18 საათი და 30 წუთი, იმიტომ რომ ის 9 საათი აუცილებლად იქნება ყურადღების დათმობა იმ არაჩვეულებრივი ბავშვებისადმი, რომლებიც ჩაერევიან ამ ფესტივალის შინაარსის შექმნაში. ახლა რაც შეეხება საღამოს, საღამო დაგეგმილია
ცოტა თავისუფლად მივუდექი მე ამ თემას, გადავწყვიტე რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ საეკლესიო მუსიკა და საგალობლები და ჩემ თავს ცოტა მეტი სუფლება მივეცი და გადავწყვიტე რომ შემექმნა შინაარსი, რომელიც როგორც საეკლესიო პირებისთვის, ასევე საერო საზოგადოებისთვის ყოფილიყო საინტერესო და ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, მოვიძიე ქართული კლასიკოსი კომპოზიტორების ძალიან ცნობილი ნაწარმოებები, რომელიც ამ თემას ეხება და ღვთისმშობელს ეხება. ამიტომ შეირჩა ორი ჩემთვის ძალიან ღირებული კომპოზიტორის სიმღერები, სხვათა შორის თავის დროზე ორივეს ქალბატონი ნანი ბრეგვაძე მღეროდა. ეს არის ბატონ გურამ მძვანელის ღვთისმშობელი და ასევე ჩემთვის ძალიან საინტერესო კილოკავებით შექმნილი არჩილ კერესელიძის ზუსტად იგივე დასათაურების გალაქტიონის ტექსტზე შექმნილი სიმღერა. ვინ შეასრულებს? მინიხები შეასრულებს თუ შეგვიძლიათ გაგვანდოთ. კი ბატონო, უბრალოდ დავასახელებ კიდევ ერთ კომპოზიტორს, ჩვენს თანამედროვე კომპოზიტორს ოთარ დადიშვილს, იმიტომ რომ ყველგან ვეძებდი ვის რა ქონდა შექმნილი ამასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა რომ თურმე ბატონ ოთარს შექმნილი აქვს არაჩვეულებრივი ავე მარია, ანუ იგივე ღვთისმშობლის საგალობელი, რომელსაც შეასრულებს ბათუმელი აკადემიური მომღერალი ახალგაზრდა ნინო წულაია და საერთოდ მახარებს ის რომ მარტო თბილისიდან არ მოდიან კოლექტივები, არამედ მე ჩავრთე ბათუმის ადგილობრივი ძალიან ცნობილი გუნდები და სოლისტები და ვფიქრობ რომ აი ეს ეგრეთ წოდებული კოლაბორაცია ჯერ კიდევ უფრო დაახლოებს და ურთიერთგაზიარება განათლების მეტ დონესაც განაპირობებს ალბათ ეს ურთიერთობები, ასე რომ ბათუმიდან ეს არის ქალთა კამერული აკადემიური გუნდი ქალბატონი ზაირა ვადაჭგორიას ხელმძღვანელობით, ეს არის ჩემთვის უსაყვარლესი ანსამბლი ბათუმი ბატონი თემბრდოლიძის ხელმძღვანელობით, რომელთა შემოქმედებას მე სულ თვალს ვადევნებ, ვაფასებ და მინდა რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და საინტერესო რეპერტუარი შექმნან. და სოლისტებთან დაკავშირებით თემას გავაგრძელებ. წარმოუდგენელია ასეთი საღამო და მით უმეტეს ბათუმში ჩემთვის უსაყვარლესი პირო ყოლისა მომღერლის და შემდეგ უკვე მერის მოადგილის ქალბატონი სოფო ხალვაშის გარეშე და სოფომაც მიიღო ეს გამოწვევა და ბატონ გურამ მძვანელის ნაწარმოებს სწორედ სოფო შეასრულებს და რაც შეეხება ბატონ არჩილ კერესელიძეს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ძალიან რთული და საინტერესო სიმღერაა და გილა დონაძეს მივეცით საშუალება რომ ეს ნაწარმოები შეასრულოს. რა არის ახლა ხიბლი და სიახლე? მინდოდა რომ სრულიად ახალი ორკესტრობა შექმნილიყო, ახალი პარტიტურები. იმიტომ რომ ყოველთვის მე შემსრულებელი თავისთვის ირგებს, იცლება იქ რაღაცა ინტერპრეტაციები ხდება რაღაცა ახალი და ამიტომ დავუკავშირდი ამ კომპოზიტორების შთამომავლებს, ქალბატონ თამუნას, ქალბატონ ეკას და გამოვართვი ის დედანი ნოტები, როგორც შექმნეს კომპოზიტორებმა. შემდეგ დავუკავშირდი ასევე ჩვენი კონსერვატორიის კათედრის გამგეს ბატონ ზურაბ ნადარეიშვილს, კომპოზიტორს და ზურამ შექმნა აი ამ ჩამოთვლილ ნაწარმოებებზე სრულიად ახალი ვერსიები. და კამერული ორკესტრი სწორედ ამ ახალ ვერსიებს შეასრულებს და ეს არის კარგი. ძალიან დატვირთული იქნება ეკრანი. იმიტომ რომ როგორ ამბობენ, თვალი ჭამს, თვალი სვამს. ვიზუალი ძალიან მნიშვნელოვანია. და ამიტომ ვფიქრობ, რომ გარდა სტატიური ბანერისა უნდა ყოფილიყო კიდევ რაღაცა ისეთი გამოსახულება, ვიდეო გამოსახულება და ვფიქრობ, რომ არ შემიძლია არ ვახსენო ქალბატონი მარიკა დიდებულიძე, რომელიც უფლებას ვაძლევს ჩემ თავს და ვამბობ, რომ ჩემი უფროსი მეგობარია და დამეხმარა ძალიან და შეკრიბა ღვთისმშობლის გამოსახულებები, როგორც ფრესკები, ასევე ხატები და აი ეს ვიდეო ინსტალაცია იქნება თავში. რომ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ აი თვალს რომ მოეწონოს. დიახ. თქვენ რომ ბრძანეთ რომ ბევრ მასალას გაიცანით, არა მხოლოდ თეორიული ნაწილი გულისხმობოდა თავისთავად, არამედ ვიზუალური. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომპლექსია. ასეთი საღამოები გალა მით უმეტეს გალა ესეთი დღესასწაულები აუცილებლად ითვალისწინებს ყველა კომპონენტს, არა? და ამას გარდა კიდევ თქვენ იცით რომ წელს არა მარტო საეკლესიო საერო დღესასწაულებით ყველა პატრიარქს ეძღვნება, რომც არ გამოცხადეს, მაინც ყველაფერი პატრიარქის არის და ამიტომ ბუნებრივია ეს ფესტივალის პატრიარქს ეძღვნება და ძალიან მინდოდა რომ არის თემა პატრიარქის ახსენებია. ძალიან დიდი ხოდაშორის აქვე უნდა ვთქვათ, გაწყვეტინეთ გალბატონო მან ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც სახელმწიფომ მიიღო ეს გამოწვევა, კაი გაგებით და გამოცხადა წელთაღრიცხვების დღეთ, პატრიარქის დიდი ინიციატივის სურვილიც იყო სინოდთან ერთად ცხადია, რომ შეწმინდესობას განსაკუთრებული სიყვარული ღვთისმშობლის ჰქონდა და ეს ფაქტი თავად
უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ესე რო გააქტიურდა მისი როგორც სხვა მიმართულებით დიდი მოღვაწეობის შედეგიც იყო და სიმბოლურად. ამიტომ არის რომ საერთოდ დღეს საერო დღესასწაულიზე მე მართლა არ ვიცოდი. არ ვიცოდი რომ სულ მუშაობდი ამ დღეს და ესე იგი 12 მაისი იყო ანდრია პირველწოდებული, შემდეგ ისე ღვთისმშობლის წილყდომილობის და იმედის დღე. ესე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ეს სულ მახსენდება უწმინდეს ის რაღაცა არაჩვეულებრივი, აი ფილოსოფიური მნიშვნელობის აი ეს მზიანი ღამე და სწორედ ფიქრობდი რომ ეს შინაარსიც აი ამ პოსტულატიდან გამომდინარე ყოფილიყო, ამიტომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მივაქცია. და ყველაზე მთავარი კიდევ ესე იგი ყველაზე მთავარი რა გაკეთდა. ჩვენ ვიცით რომ უწმინდესის ყველა ნაწარმოები რომელიც შეიქმნა გახდა საოცრად პოპულარული, საოცრად ცნობადი საზოგადოებაში არა და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ave maria და ფიქრობდი რომ შექმნილი იყო ამაზეც ახალი ვერსია. ჩვენ ვიცით რომ არსებობს ბატონი ვახტანგ კახიძის, არსებობს ბატონი ნიკოლოზ რაჭველის არაჩვეულებრივი მე ვიტყოდი რომ აი ორივეზე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ხედვები აქვს ორივე კომპოზიტორს, მაგრამ აი გადავწყვიტე მეთავხედე, ხო, რომელიც ყველაზე ახლოს არის უწმინდესის პირველად ვარიანტთან. მივხვდით, ანუ ძალიან სადა, ძალიან წყნარი, ყოველგვარი ჰიმნური ისევ ზურა ნადარიშვილმა გააკეთა ამის არანჟირება და რა გადავწყვიტე, გეტყვით, ესე იგი მინდოდა რომ რაღაცნაირად სოლო საკრავით, რაღაცნაირად დამეკავშირებინა უწმინდესთან. და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხიბლის მქონე საკრავი არის ფლეიტა. და გადავწყვიტე რომ სოლო ფლეიტით დაიწყოს ეს ყველაფერი, რაც აი აუცილებლად ზუსტად მის სულს დაუკავშირდება, სოლო გაჟღერდება. ეს იქნება 4 მუხლი. პირველი ეს არის ფლეიტა, შემდეგ შემოდის ორკესტრი, ეს უკვე მეორე მუხლია, მესამე მუხლი გუნდები და სოლისტები ყველანი სცენაზე არის, ამით ვასრულებთ ამ საღამოს. ყველანი ასრულებენ და შემდეგ ჩვენი ბათუმელი ძალიან საინტერესო მაესტრო ბატონი მამუკა ალაფიშვილი ხომ ზურგით არის დარბაზისკენ მოტრიალდება, ამასობაში ყველას დარიგებული აქვს ბროშურები, სადაც ბოლო გვერდზე არის დაბეჭდილი უწმინდესის ave marias ნოტები და სიტყვები. და ყველანი ფილარმონია გამოხსენდა ეს ახლა კონცერტი რაცა დირიჟორი ტრიალდება და ყველა არ მქონია ეს ასოციაცია სხვათა შორის ხო და ყველანი გადაშლიან ამ ნოტებს, იმიტომ რომ წინასწარ ვეტყვით ჩვენ ამის თაობაზე, გადაშლიან ნოტებს, სულ ყველანი ერთად მთელი დარბაზი და სცენა გალობთ უწმინდესის ave marias. ეს გადაღებული იქნება, იმიტომ რომ ესეთ კადრებია. სამწუხაროდ ვერ და გეტყვით ტელეფონებით გადაიხადე. არა, ნუ იქ რაღაცა პერეტრუბაციებია, ეგრეთ წოდებული თვითონ აჭერეს იმაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ძალიან დიდი ბოდიში მოიხადეს, თვითონვე იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ვერ ასწრებენ. ხო და სულ ფიქრობ ახლა აი ვინმე ხო და არ შემიძლია არ ვთქვა წამყვანებზე ხო ხო ახლა რაშია საქმე იცით მე მინდოდა რომ აუცილებლად კიდევ ერთი ემოცია ჩამედო და ეს არის აუცილებლად საგანმანათლებლო მომენტი. ესე იგი შეიძლება უბრალოდ აიყვანო საღამო გამოაცხადო ნომრები და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ საღამოს მეტი აქცენტი, მსხვილი აქცენტი რო დასმულიყო, მაინც რა არის ეს დღე? ღვთისმშობლის წილყდომილობა და ამიტომ ჩემ თავს მივეცი უფლება რომ უფრო მეტად მე თავად გავცნობოდი ამ ძალიან ძვირფას ლიტერატურას და ჩვენის ისტორიას და ეს გადმომეტანა წამყვანების ტექსტში. იმიტომ რომ აი შიგადაშიგ ის იქნება ჩართვები ძალიან საინტერესო და ეს იქნება იმ დამსწრე საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო მასალა. აი საგანმანათლებლო უფრო შემილია რომ ეს თქვა, იმიტომ რომ ამის უფლებას მაძლევს ის ტექსტი რომელიც დამზადდა. მაყურებლებს ვეტყვი ქალბატონმანად ესებართვით რომ ფესტივალს წაიყვანენ ჩემთან წამყვანები კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე. პირიქით ძალიან კარგი რომ ეს გამოაცხადეთ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ აი ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია იყო ეს არჩევანი, იმიტომ რომ ამ ხრივ და ამ თემებში ყველაზე მეტად გარკვეული და აპრობირებული წამყვანები იქნებიან და თან ორივე ძალიან სიმპათიურები, ძალიან ლამაზები და ფიქრობ რომ ძალიან დაამშვენებენ ამ საღამოს. მაგრამ ისეთი მუსიკალური და ნაწილი ჩამოთვალე და პროგრამა რომ ეხლა ვფიქრობ კულისებში ვიდგა და დარბაზში ჩავედი ისეთი მონუსხველი იყო ეს მუსიკალური. სხვათა შორის ამ ხრივ ისეთი პედანტი ვარ, არ ვიცი ალბათ ჯერ არ გადაგიხედიათ ამ სცენარისტის ხო? ესე იგი სერიოზული სცენარი გავაკეთე რამ ხრივ, ვიცით, აბსოლუტურად ყველაფერი მიწერია, ვინ რას აკეთებს, ვინ საიდან გამოდის. ხო, ესე იგი გაწერილი
მიღებულია ყველაფერი, იმიტომ რომ მე მიყვარს ძალიან იმპროვიზაცია, მაგრამ იმპროვიზაცია მაინც ჩარჩოებში. აუცილებლად. ხო, ეს აუცილებელია რომ მიიღოს შედეგი, დიახ. ხო და ამიტომ ფიქრობ, რომ ეხლა მთავარი რა არის, რომ ყველამ თავის საქმე კარგად შეასრულოს. ეს არის გამნათებელი, ეს არის სცენის მუშა, მიხვდით. ეს არის ის ხალხი, რომელსაც მე ჯერ არ ვიცნობ. უბრალოდ არის მოლაპარაკება და აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ღმერთი დამეხმარება, რომ ყველა თავის საქმეს პასუხისგებლობით შეასრულებს და ეს საღამო შედგება ისე როგორც ჩაფიქრებული მაქვს. რადგან ღვთისმშობელს ეძღვნება, ღვთისმშობელის დაგვეხმარება, უწმინდეს დაგვეხმარება, ძალიან სიმბოლურად დაიმთხო, რომ ესე იგი ესტარდება 12-ში და 11-ში ჩაინიშნა კრება და ჩვენ სავარაუდოდ კი არა ესეც იქნება 12-ში გვეცოდინება ახალი საპატრიარქო კანდიდატით და ესეც სიმბოლურად და აუცილებლად ამასაც გამოვაცხადებთ და დიახ ერთადერთი ღელავის რომ წამყვანიც და მონაწილეც და სოლისტით გუნდებიც ყველა ადგილზე იყოს 12-ში დილით მაინც რომ ხო რომ ჩვენ გავიაროთ მთელი ეს სცენარი ესე იგი მოვირგოთ სცენა განათება გახმოვანება ეკრანი ყველაფერი უნდა მოვირგოთ არ არის შემთხვევითი რომ ბუდიშ სოფო სწორედ ბათუმში ტარდება და რატო ჩვენ თქმა უნდა ეს ეძღვნება ღვთისმშობლის თვალთვალმილობას, თუმცა აქვე ვიზახით რომ 12-ში ასევე ანდრიობა და ანდრია მოციქული აჭარიდან შემობძანდა და ამიტომ სიმბოლურია ბათუმში ტარდება. თქვენ ეხა ისმენდი და მე დარწმუნებული ვინც უსმენს ეხა მაყურებელი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თავარ, თუმცა თავარად მივიღოთ ისეთი პროგრამა, ისეთი შესრულებები არიანო ძალიან დიდი ისეთი კულტურული სიამოვნება იქნება. თუმცა აქ არის საგამომცემლო შემეცნებ თავარი აზრი რომ ყოველ წელს ჩვენ თვეებში შევახსენოთ, რას გულისხმობს ღვთისმშობლობა, რა გამორჩეულობა ღვთა და რა პასუხისმგებლობა. ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება და უფრო ბევრი ადამიანი დაესწრება. ეს იქნება მისასალმებელი, დასწრება თავისუფალად როგორ ხდება დასწრება. მოსაწვევით არის ინიციატორი ამ ისე ვთქვათ ძალიან საინტერესო იდეის განხორციელების იყო ბათუმის მერია, ბატონი გიორგი ცინცაძე სოფო ხალვაში და მე მახარებს რომ ახლა დანიშნული მერია ძალიან დიდ სიმპათიებს იწვევს ეს ადამიანი და მე ვფიქრობ რომ ეს არ გულისხმობს ყოველთვის მანანა ხვედელიძეს, ყოველთვის იქნება და იპოვიან იმ საინტერესო ავტორს, რომელიც კიდევ უფრო ახალ და საინტერესო სცენარს დადებს და ყოველ წელს მეუფესთან ერთად, რომელსაც ძალიან დიდ პატივს მეუფე დიმიტრის თან ერთად და მისი ლოცვა-კურთხევით ეს ფესტივალიც იმართება და მომავალ წლებშიც დღეგრძელი იქნება ეს ფესტივალი. მე ამას ნამდვილად უსურვებ ამ ფესტივალს. შევახსენოთ მაყურებელს, როდის სად გაიმართება? სიამოვნებით, ესე იგი ბათუმის დრამატული თეატრი 18 საათი და 30 წუთი, იმიტომ რომ ჯერ გამოფენით ვიწყებთ და შემდეგ კონცერტის დარბაზში გადავინაცვლებთ და 12 მაისს რა თქმა უნდა აუცილებლად და მოსაწვევებით არის. აი გუშინ უკვე დამირეკეს თეატრიდან, იმიტომ რომ ელექტრონული აფიშები უკვე გაიკრა. ხო და ხომ არ იყიდება ბილეთები და მე ვთხარი ნუ ჩამრევთ მე, იმიტომ რომ პირდაპირ ვინც არის ინიციატორი და ამ მოსაწვევების გამავრცელებელი არის ბათუმის მერია. მადლობა ბრძანებისთვის ქალბატონი. წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა. წარმატებები ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვან ფესტივალზე, ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი მანანა ხვედელიძე გსტუმრობდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა მწერალი მოლბერტთან, რომელსაც ჩვენი გადაღებები ჯგუფი ესწრებოდა და უფრო მეც რა თქმა უნდა სიუჟეტის მეშვეობით მოგიყვებით. სიტყვისა და ფერის, ტექსტისა და ხაზის, ლიტერატურისა და მხატვრობის სინთეზი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ცისფერ ყანწელთა მიერ დაარსებულ პოეზიის დღეს გამორჩეულ გამოფენას უძღვნის. მწერალი მოლბერტთან, ასე ეწოდება ექსპოზიციას, სადაც 60-მდე ქართველი მწერლისა და პოეტის მიერ შექმნილი ტილოები, ესკიზები და ჩანახატებია წარმოდგენილი. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ძალიან საინტერესო გამოფენა, რომელიც ეძღვნება 7 მაისს, ანუ პოეზიის დღეს, რომელიც დაფუძნდა ცისფერყანწელების მიერ და მათი ინიციატივით, მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამოდენიმე წელია აღინიშნება. განსაკუთრებული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მწერალი მოლბერტთან ასეთი ტიპის გამოფენა გავხსენით, სადაც თქვათ მწერლების, პოეტების სხვა ტიპის შემოქმედებას წარმოვაჩენთ, მაგალითად მხატვრობას, ჩანახატებს, კარიკატურებს და ასე შემდეგ, რაც დამთვალიერებლისთვის არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უცნობ ნიჭებს აღმოაჩენთ
აღმოაჩენენ პოეტებისა და მწერლებისა. ძალიან ცნობილი ქართველი კლასიკოსების მათ შორის უცნობ შემოქმედებით ნაწილს აღმოჩენენ და ეს განსაკუთრებული ამბავია. ამიტომ ურჩევ ყველა დამთვალიერებელს, რომ ეწვიონ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზს და ბევრ საინტერესო რამეს ნახავენ. ექსპოზიციის იდეა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს ეკუთვნის. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, მწერალთა სახლისა და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ქართულმა საზოგადოებამ, კითხულმა საზოგადოებამ ძირითადად მაინც მწერლის შესახებ იცის, რომ ის წერს ხატრულ ტექსტს და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი მათგანი შესანიშნავად ხატავს კიდევაც. აი გურამიშვილი მაგალითად ხო ამავე დროს ხატავდა ძალიან საინტერესო თავისი ჩანახატები, არა მხოლოდ საინჟინრო ხასიათის წისკვილები აქვს დახატული და ასე შემდეგ, მისი ცელიანი კაცი ყველა მიცის ასევე, მაგრამ თანამედროვე ქართველი მწერლებიც ხატავდნენ. ხო, მაგრამ გრიგოლ ორბელიანი ყველა მიცის ქრესტომათული ავტორია, მაგრამ გრიგოლ ორბელიანიც ხატავდა, ერთი მისი სინახატი ვაკ აქვს. ილია ჭავჭავაძესაც ჰქონდა მცდელობა ასეთი ნახატების შექმნის, ასევე გვაქვს ჯანსუღ ჩარკვიანის ნახატი. თანამედროვე ქართველი მწერლები გამოგვეხმაურენ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ბატონ გურამ ოდიშარიას და მანუ ბულისკერიას უთხრა, რომელსაც მოიტანეს თავიანთი ნამუშევრები და ეს ლამაზი დარბაზი კიდევ უფრო გაალამაზეს თავიანთი ნახატებით. პავლო იაშვილი ხატავდა, გალაკტიონ ტაბიძე ხატავდა, ახლა ბოლოს გახდა ყველასთვის ეს ცნობილი ამბავი, ტერენტი გრანელი ხატავდა. ძალიან ცნობილი ბევრი ქართველი მწერალი ამავე დროს იყო კარგი მხატვარი. აი გუჩა კვარაცხელია მაგალითად თავის წიგნებსაც აფორმებდა და ასევე ხატავდა სრულფასოვან, ესე იგი, ასე ვთქვათ, ნახატებს. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პოეზიის დღე ცისფერყანწელების მიერ ჩვენთან უკვე 14 წელი აღინიშნება. სხვადასხვა სახით. მწერალი მურიბერტთან რამდენადაც მე ვიცი და ვარ საქმის კურსში, გაჩნდა დავითიანის ბოლო გამოცემით. როდესაც ხელნაწერი დავითიანი გამოიცა და დავით გურამიშვილის ჩანახატებიც, მე ჩემს კოლეგებთან ერთად შევეცადე ქალბატონ თეათვალაძეს და რომელიც ლიტერატურის მუზეუმი და ქალბატონ ქეთი დუმბაძე დამეხმარა და მოკლედ ჩვენ შევეცადეთ ეს იდეა განგვეხორციელებია და ისეთი სახე მიგვეცა, როგორიც დღეს დაგვდათ. ლიტერატურის მუზეუმში მოძიებული გაციფრებული მასალები, თავად ავტორების მიერ ილუსტრირებული გამოცემები და სხვადასხვა თაობის მწერლების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები დამთვალიერებელს მისთვის კარგად ცნობილ და საყვარელ ავტორებს სულ სხვა კუთხით დაანახებს. ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს საინტერესო გამოფენაა. ჩემთვის საინტერესოა კოლეგების ამ კუთხითაც გაცნობა, რა თქმა უნდა და ბევრი გამოფენილი ნახატი, რა თქმა უნდა, მე ვიცოდი, იმიტომ რომ ისინი ძალიან ცნობილ ავტორებს ეკუთვნით და ასევე ეს ცნობილი ნახატებია და მიხარია, რომ მეც მომეცა საშუალება, რომ მათ გვერდით გამომეფინა ჩემი ნამუშევრები. ასევე გამოფენილია თანამედროვე მხატვრები, კოლეგები, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ შედგა ეს გამოფენა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ქალბატონ ნინოს, რაც შემიძლია ვთქვა ჩემ ნამუშევრებზე. ერთ-ერთი ნამუშევარი არის სერიიდან კედლების გემო, ასე დავარქვი, ეს კონცეპტუალური ნამუშევარია და კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანებს ყოველთვის გვაქვს რაღაც დაბრკოლებები და შეიძლება რა თქმა უნდა ამ დაბრკოლებების გადალახვა, მაგრამ ყველაზე ძნელი არის იმ დაბრკოლების გადალახვა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიგონებთ და მე ვიჯერებთ მის არსებობას და სწორედ ამ კონცეფციიდან არის ეს ნამუშევარი, კედლების გემო, მეორე ნამუშევარი არის აფხაზეთის თემა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცისფერ ყანწელთა მიერ დაარსებული პოეზიის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მწერალი მოლბერტთან 9 მაისამდე გაგრძელდება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დალოცვას. ზოგიერთი ფიქრობს, რომ როცა ჩვენ ლოცვა კურთხევას ვიღებთ სასულიერო პირისაგან და ვემთხვევით მარჯვენა ხელს, თითქოს ჩვენ მივაგებთ პატივს მას. ეს სულ სხვა არის. პატივს კი არ მივაგებთ. ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს იმ მადლისათვის, რომელიც გადმოდის ადამიანზე. აი თქვენ როცა თავდება წირვა, თქვენ ცდილობთ რომ მიხვიდეთ მოძღვართან ან მღვდელმთავართან ან პატრიარქთან და მიიღოთ ლოცვა კურთხევა, შეეხოთ მას. ეს იმას ნიშნავს და სინამდვილეში ის არის, რომ მადლი გადმოდის, აი როგორც რაც საშუალება, გამტარი საშუალება, ისე გადმოდის, ამ შეხებით გადმოდის ეს მადლი. გრძელდება ჩვენი გადაცემა სასიამოვნო თემით და შესანიშნავი სტუმრებით. აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღი პრემიერისთვის ემზადება. დღესაღამოს მაყურებელი ნახავს სპექტაკლს სახელწოდებით მადლობა მიყვარხარ მაპატი. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრები, აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის დირექტორი თეო ფირანიშვილი და აზდაკის ბაღის მსახიობები გიგო შიუკაშვილი და მარიამ ლომიძე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. სტუმრებო, მსახიობებო, თეო, მადლობა სტუმრობისთვის. ესე იგი ორმაგი მადლობა რომ საპრემიერო დღეს ჩვენი სტუმრები ხართ დილა ადრიან და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. თეო, მოდი დავიწყოთ შენთან საუბრით. რას თავაზობ დღეს მაყურებელი შეიჩვია თქვენ ძალიან კეთილ სასიამოვნო სპექტაკლებს, არც პირველია ჩვენთან თქვენი დასისწრების სტუმრობოთ ამ თემაზე საუბარი და იცი უკვე საზოგადოებამ რამდენიმე წელია ძალიან მნიშვნელოვან კეთილ საქმეს აკეთებს თქვენი თეატრი. საოცარი სახელწოდება მადლობა მიყვარხარ მაპატი. აი ფაქტობრივად სამი პოსტულატი, სამი ძირითადი სათქმელი, ძირითადი ესე იგი საზრუნავი ყველა ადამიანისთვის რაც არის, ხო და შესაბამისად იქნება შინაარსით. გითხარით რა ელოდება დღეს მაყურებელს და როგორია სამზადისი წინა საპრემიერო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყოველთვის ყურადღების გამოჩენისთვის და მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს გვაქვს როგორც აღნიშნეთ კახა პრემიერა, მადლობა მიყვარხარ მაპატია და ლაითმოტივად უნდა გაყვეს მართლა ყველა ადამიანს ეს სამი სიტყვა, იმიტომ რომ მადლობათი შემოვიფარგლებით მიყვარხარ და მაპატია და გარეშე რომელიმე თუ აკლდება და რთულია მე. კი ბატონო, იმიტომ რომ სამივე ერთად არის მასში და რაც შეეხება ამ სპექტაკლს ეს არის ბაჩოს გაბრუაშვილის რეჟისორის საავტორო ნაწარმოების მიხედვით და ახსნათ როგორია, ანუ წინასწარ ცოტათი ხო. კი ბატონო, რასაკურველია, ეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური, უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი და რატო? ანუ არის ფიზიკოსი, რომელიც თავის საცდელ ოთახში აფეთქებს რაღაცებს და ხვდებიან საოცარ გარემოში. ყველგან აღმოჩნდებიან. უცხო პლანეტაზე და დანარჩენი უკვე დანარჩენი ხალხმა ნახოს, იმიტომ რომ იქ არის ესეთი ძირითადი, ვერ ვიტყვით ახლა, იმიტომ რომ დანარჩენი ხალხმა ნახოს. შენ მეტად გაგვიგებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ყველაფერს. მაყურებელს. კი ბატონო. სანახავად. გიგო და მარიამ მადლობა სტუმრობისთვის. როგორ ემზადებით? გიგო, მოდი შენი დავიწყოთ. რითია გამორჩეული ეს სპექტაკლი? შენ უკვე გამოცდილი მსახიობი ხარ ამ თეატრის და როგორი მოლოდინები გაქვს და როგორი სამზადისებია? მადლობა მიყვარხარ მაპატიე. ესეთი გვაქვს ჩვენი სპექტაკლი. 8 მაისს 8 საათზე გელოდებით. დღეს ძალიან კარგი სპექტაკლი გვაქვს, ძალიან პრემიერა შედგება ახლა საღამოს
და ესეთი არის ამ შინაარსით არის ძალიან საინტერესო აი ჯადოსნური რაღაცა. აჰა. აი ჯადო მოახდინა რაღაცა ფიზიკოსმა. რაღაცნაირად. მეტი არაფერი. მარიამ, შენ როგორ ემზადები და ესე იგი რას ნიშნავს შენთვის ამ სპექტაკლში მონაწილეობა ესეთი მნიშვნელოვანი სახელწოდებით? მადლობა, მიყვარხარ მაპატი, რომელსაც ალბათ პირველში ღმერთსუნაურებოდ და მე ერთმანეთს. კი, ჩემი საყვარელი სიტყვა, ჩემთვის ჩემი გულს გასაღებია. აი რა კაი ის ავტორი და რეჟისორი გახლავთ ივანე პაჩაკაპროაშვილის დასახურებით ვართ ამ სპექტაკლში და ზუსტად მაის აი ჩვენი საპრემიერო სპექტაკლი საავტორო არის და ამ სპექტაკლში ვარ მე ჩართული. მე ვასრულებ ერთ-ერთი დამიწერი, ანუ უცებ პანტეის როლს. გიგო, შენ რას ასრულებ დამოვიწყე? მე ვასრულებ იგივე შეფი. აჰა. ყველაფერი თავი და თავი, ხო? ნუ გიგო ყოველთვის თავი და თავია, ხო? გიგო სადაც არის შეფია? გიგო სადაც არის. შეფი არის, როცა აი ეს რას გვაქვს, მადლობა მიყვახარ მაპატიაში, შიგნით არის ენერგიულად და პოზიტიურად რაღაცნაირად. მარიამ, რამდენი ხანია რამცა ოჯახის წევრი ხარ თეატრში? ნელი ხანია მე აქ თეატრში ოჯახის წევრი ვარ და მე და დასების დღიდან მოვედი და უკვე ახლა 11 წელია ამ თეატრს ეხმარები. ჩემი დირექტორის და მე მოწმება და რეჟისორიც მიყვარს და ნუ გიგო შენ უფრო მეტი ხო? უფრო მეტი ვარ. რა მოგცათ ამ წლებმა? ამ წლებმა კი მოგცა რომ ჩვენ დავახლოვათ თეატრმა და და ჩვენი რეჟისორის დამსახურება ეს ყველაფერი. ანუ ჯერ ვერც დავიწყეთ ჩვენი დაგმული სპექტაკლებიდან და ახლა უკვე მოით აქამდე ახალით დავიწყეთ და ახალით ვაგზავნებთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არიან სახელმწიფო თეატრის მსახიობები, იმიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს ჩვენი მსგავსი თეატრი და სტატუსი ქონდეს სახელმწიფო თეატრი. ხო, და სრულიად ცოტა გრძელი დასახელებაა, მაგრამ აფხაზეთის ავტონომიური პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრია და ასმაგად საამაყოა, იმიტომ რომ ამდენი შრომა ბაჩოს დაუფასდა და სახელმწიფო სტატუსი მივიღეთ. გადავსახულობთ რაც ნიშნავს იმას, რომ დახურული ჩვენება შედგა. დახურული ჩვენება შედგა და ეხლა გვაქვს ესეთი, ხო, შიდა ჩვენება იყო ჩაბარების კი ბატონო და არაჩვეულებრივად და მე მინდა თქვა და მადლობა გადაუხადო ჩვენს მეგობრებს, დამსახურებულ მსახიობებს, ქალბატონ მარინა ტატიშვილს, მარინა ჯოხაძეს, ბაჩ ჩაჩბაიას, გიორგი ტატიშვილს, მარიამ თოფურიას და ლევან აფხაიძეს, რომ სულ ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და რაღაცნაირად ერთად შრომობენ და არ იცით რამხელა შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში. ჩვენ კადრები გვაქვს ახლა რეგიონებში კონდათ კიდევ გასული კი ბატონო. ჩვენებები და ამის შესახებაც რომ გითხრათ როგორი ჩვენ საგასტროლე ტური გვაქვს უკვე მეორე წელია და აბსოლუტურად ყველა რეგიონში, ყველა არსებული ქალაქი მოვიარეთ და ეხლა დავიწყეთ ზუსტად 12 მარტიდან მარტვილში ვიყავით, მარტვილი, აბაშა, ზუგდიდში. რასაკურველი კახა ჩვენ რაჭას ვერ დავდოვეთ და ეხა სხვა კი რაჭელები ვართ მიუხედავად რაჭა ხო არ გამომიტოვოთ რაჭაში ვიყავით რაჭაში ვიყავით ხოჯამეთ ეხა მივდივართ სხვათა შორის ივლისში ამბროლაური ონი საგირი და წამოდი ჩვენთან ერთად კახა ასეთ კახალთან ერთად რაჭაში ხო წავალა სადაც გინათ ის წამოგზანდი და ჩვენთან მართლა დიდი ფეიერბერკია სიხარულის სიყვარულის და გვეტყობა კიდევ თითოეულ ვიდეოებში თუ რამდენად რაღაცნაირად ერთად გიგო და მარიამ ეხა იგი როცა გაქვთ სპექტაკლი იქნებებით რეპეტიციაზე პრემიერა ეს არის გადასარევი გასტროლებზე მითხრა რომ დადიხარ და მოგზაურობთ ეს კიდე სხვა ურთიერთობებია და რამდენად თქვენთვის ასიხარულოა ეს არის სხვადასხვა კომუნიკაცია ეთობა როცა გასტროლებზე რომ მივდივარ ხანდახან რა ვითამაშეთ მე ვხედავ მზეს ვითამაშეთ მე ჩვენ ავედით რეგიონებში ძალიან საინტერესო იყო კიდევ ჰელათოსი რომ ავიღე შემდეგ ასროზე მერე მადლობა ისა მე ვხედავ მზეს
ნაწარმოები მე ძალიან მიყვარს. ნოდარ დუმბაძე. ნოდარ დუმბაძე ძალიან მიყვარს და ის მე ვხედავ ზეს როის მე ვასრულებდი ანატოლს. სოსოიეს რუსი ასრულებდი. მაყოფილი ხარ გასტროლებში. ძალიან დიდად მაყოფილი ვარ, მაგრამ დღევანდელი დღეს და ასრულები ის ძალიან მომეწონა და მინდა თქვა ამ ტელევიზორში რომ მინდა რომ ბარჩო გაბრუაშვილის დამსახურება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ბარჩო გაბრუაშვილი რომ ყოფილიყო ასაკის ბაღში მე ვამაყობ დღეიდან. მე ისი რაზე ვამაყო? თეირო აქ არის და თათია ქობულაძე. კი ბატონო. მადლობა მიყვარხარ მაპატი, აი ამ სიტყვებს, ამ შინაარს, ამ ცხოვრების რეფერენს ერთი ადამიანი იყო ამის მაგალითი, იცი ვინ იყო ეს? კიო გადაიწე პერანგი და გულზე რა გაწერია გვანახე? ილია მეორე. ილია მეორე შენი თითი პატრიარქი. ჩვენთან ძალიან დიდი სიყვარულია და ჩვენ ღმერთთან ძალიან ახლოს ვართ და იგო მიცის ხოლმე ყოველთვის თქვა რომ მე ღმერთთან ძალიან ახლოს. თქვენ ღმერთს ძალიან უყვარხართ, ამას ხო გძნობთ? მე ისი რას გძნობ კიდევ? მე გძნობ რომ იესო ქრისტესე ვარ რაღაცნაირად ახლოსავა. გძნობ რო შენ გძნობ. ისიც არის ხოლო შენთან. კი, ახლოს არის, იმიტომ ის რომ მე ლაპარაკება, მე სულაპარაკობ რა. ეს არის არაჩვეულებრივი. და რა შენ გიხარია, მას უხარიაო ეს. მე რომ ხარია, ის უხარია. იმას უხარია. ახარებთ ერთმანეთს. ვახარ. მარიამს უნდა დაემატებინა კიდევ რა. მარიამ ჩემს საყვარელი ორს გამოვავლენ, რომელიც ძალიან მიყვარს. უნდა თბადის მე ვხედამზე და მან თბა პაპატიე. ქეთასროლშია მარიამი და საერთოდ ზოგადად ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და განსაკუთრებით ნიჭიერები არიან მე თვითონ. ძალიან ნიჭიერები. მე გისურვებ ესეთ რამეს, ჩვენ ძირფასო მსახიობებო და სტუმრებო, რომ პირველ რიგში დღეს დიდი წარმატებით ჩაივლოს ჯერა და როგორც წინა სპექტაკლით, რომლებიც ჩამოთვალეთ, ქონდა წარმატება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ამ სპექტაკლსაც ქონდათ მრავალწლიანი წარმატება და მოგზაურობა. და ადამიანი ნახავს ამას. თქვა სად გაიმართება სპექტაკლი მაინც? მოზარდ მაყურებელთა თეატრშია 8 საათზე 8 მაისს დღეს და რა ვიცი ზუსტად ვიცით რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონება და იმიტომ რომ ბილეთები გაყიდულია უკვე საკმაოდ ბევრი მოლოდინიანი და მნიშვნელოვანია კიდე ჩვენი ყოფა ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთ რაღაცას ვიტყვი და სხვათა შორის არსად არ მithქვამს რატომღაც რომ ზუგდიდში ჩვენ დეკემბრის თვეში სამდღიანი გასტროლი ქონდა და ვიყავი ჰელადოსით სასაზღვრო ზოლთან ჩავატარეთ ესეთი მოკლედ სპექტაკლი და ჩვენ რო წამოვედით რამოდენიმე ხანში ბაჟს დაურეკეს და უთხრეს რომ დაუნის სინდრომის ბავშვი გიორგი მოიკითხოთ აქედან აიყვანეს დასში და ანუ ძალიან მამოტივირებულია და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ესეთი ხშირი სიარულის გასტროლით, იმიტომ რომ მოტივაცია მათი მსგავსი ოჯახის ის იმიტომ რომ უი ჩვენ შეგვიძლია ისეთი, იმიტომ რომ ერთხელაც რო ნახოთ ამათი სპექტაკლი, ახლა შენ უფრო მეტად მიხვდები კიდე მეტად, თუ რამდენად მაგრები არიან და რამხელა რესურსი და რამხელა შრომა იდება, ნუ ბაჩოს მხრიდან რასაკვირველია. თქვენ ახსენეთ ნაწილობრივ საომალო გეგმებზე, მინდა გკითხოთ ივლისში თქვენ მიბრძანდებით რაჭაში, ხომ? გარდა ამისა კიდევ არაერთი დაგეგმილი ღონისძიება ქუთაისში, ფოთში, ხონში, ზესტაფონში, რა ვიცი, აი აბსოლუტურად კიდე რაჭით დავამთავრე დავარაუდოთ, იმიტომ რომ მე უკვე ბანაკი გვაქვს ჩვენ და ბანაკში მივიდივართ ხოლმე ყოველთვის. ესეთი გვაქვს ჩვენ სლოგანი, მე კაკად შენ ინკლუზიური ბანაკი რომ არის. ეს ჩვენია და ჩვენ სლოგანია. ინკლუზიური ბანაკი არის, როცა ჩვენ ვთამაშობთ სპორტული აქტივობას. ხო, და სპექტაკლსაც გავს ხოლმე ბაჩოკებად. დირიდან ამას ან რაღაცას ვაკეთებ, სვამ ჭამს და მე დირად რო გაავდივართ, მე გვაქვს სპორტული აქტივობა. სპორტული აქტივობას ჩვენ ფიქრობთ, ჩვენ ვიგონებთ, თამაშობთ, ვაჯიშობთ, პოზიტიურად ვარ, ენერგიულად ვარ, რომ რაღაცნაირად მაგრები რომ იყო. აბა დიდი მადლობა და ძალიან მადლობა და გიწევთ დღეს ჩვენს პრემიერაზე, იმიტომ რომ
კარგია მართლა და უნდა ნახოთ და მადლობა თვითონ მადლობა განწყობისთვის რომელიც შემოგვიტანეთ გისურვებთ წარმატებას და მადლობა იქნება აფხაზეთის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის დირექტორი თეოფერანიშვილი და თეატრის დასის წევრები მსახიობები გიგო შიუკაშვილი და მარიამ ლომიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ გადაცემა დასრულდა. კახა მიქიაშვილი, სოფიო კუჭა ამ დროის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიყავით და უძღვებოდით გადაცემას. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. ელოდებით ორშაბათს, აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეს ინფორმაცია საჯარო, რომ ორშაბათს 13 საათზე ჩაინიშნა გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც სამი კანდიდატიდან, ხმათა უმრავლესობის შემთხვევაში ფარული კენჭრის შედეგად ჩვენ უკვე გვეცოდინება ახალი საპატრიარქო კანდიდატი და ალბათ მალევე გავიგებთ ინტრონიზაციის დღეს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვალუტება ორშაბათს მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით. ნახვამდის.